გურჯაანის საკრებულოში მორიგის ხდომა გაიმართა სხვა საკითხებთან ერთად განიხილეს მუნიციპალიტეტის საფინანსო საბიუჯეტო ორგანიზაციებისთვის ხარჯების როგორც შემცირების, ასევე გაზრდის საკითხი. მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის ნატო გონგაძის განმარტებით წარმოდგენილ პროექტს დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი. ძირითადი ცვლილება მოხდა შემოსავლების ნაწილში 375,600 ლარით გაიზარდა მთავრობიდან სარეზერვო ფონდიდან გამოიყო მიზნობრივად ცხოველების, ძაღლებისა და კატების მოვლა პატრონობისათვის დამატებით და ეს ჩაიგეგმა ცხოველების ინტერმუნიციპალური სააგენტო გვაქვს ჩვენ, მის სუბსიდია მხარჯავი იქნება ის. დანარჩენი ადგილობრივ ბიუჯეტში შიდა ცვლილებები წავიდა, გაიზარდა ძირითადად სარეზერვო ფონდი. შემცირდა ძირითადად დასუფთავებაში სადღაც 150,000 სუბსიდია და კაპიტალური პროექტებისთვის ძირითადად მანქანისთვის იყო გათვლილი 360,000, სპორტულ კომპლექსში შეუმცირდა 80,000. გაიზარდა საკანალიზაციო სპორტული მოედნები, მუხლი, არაფინანსური აქტივები, შემცირდა გზებში 100,000-ით, სადაც იყო მორჩენილი თანხა. და გაიზარდა ბიბლიოთეკების 6,000, კულტურის ცენტრის 55,000-ით სუბსიდია და არაფინანსური აქტივები 15,000 ლარით და 5,000 ანსამბლი გურჯაანი, ცეკვის ანსამბლის 5,000 ლარით. ეს ძირითადად გზავრობისთვის ფესტივალებზე მისაღებად. ძირითადი ცვლილებები ეს იყო, საკრებულომ დაუჭირა მხარი და ბიუჯეტში აისახება ეს ყველა ცვლილება.